Საქალაქო სასამართლომ დღეს კვლავ პატიმრობაში დატოვა რეჟიმის ტყვეები 25 წლის მუსიკოსი დავით ხომერიკი, საბა ჯიქია, ასევე ექიმი გიორგი ახობაძე. მათ ივანიშვილის პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულებს ედავება, მათ შორის არის ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა და მომზადება, გიორგი ახობაძეს კი ედავება ნარკოდანაშაულს. ახობაძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. ადვოკატები აცხადებენ, რომ გიორგი ახობაძე რეჟიმის უკანონო პატიმარია, რადგან საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება და გაყალბებულია ასევე ჩხრეკის ოქმი, რადგან სინამდვილეში მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. რა ხდებოდა რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესებზე, გიორგი კვიჟინაძე გვიერთდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. ექიმ გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი ხმაურით წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ხმაურის მიზეზი იყო პროკურატურის განცხადება, პროკურორის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და გიორგი ახობაძე შესაძლოა გეგმავდა ქვეყნის დაკავებას დაპატიმრებამდე და სწორედ აქედან გამომდინარე მოითხოვეს მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფართება. მიზეზად კი პროკურორმა მოიყვანა ის გარემოება, რომ ახობაძე ხშირად ტოვებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას, რაზეც ახობაძემ უპასუხა, რომ მას საზღვრის კვეთა უფიქსირდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ის პაციენტებს მიყვებოდა სამკურნალოდ სხვადასხვა ქვეყანაში. ამის შემდეგ უკვე სიტყვიერი დაპირისპირება საკმაოდ დაიძაბა, რა დროსაც მოსამართლეს ჩაერთო და მოსამართლემ მოუწოდა გიორგი ახობაძეს თავი შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაატოვებინებდა სასამართლო სხდომათა დარბაზს, გააძევებდა და ისე ჩატარდებოდა მისი საქმის განხილვა და გამოიტანდა მოსამართლე გადაწყვეტილებას, რომ მას აღარ ექნებოდა სასამართლოს სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, გიორგი ახობაძემ სასამართლო პროცესზე გაამახვილა ყურადღება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, თუ რა დარღვევითაც მოხდა მისი დაკავება, ჩხრეკა და ნარკოტიკული ნივთიერების ჩადება. ამ საქმესთან დაკავშირებით ახობაძემ მოსამართლის თანდასწრებით მოუწოდა კიდევ ერთხელ პროკურორს, რომ დაინტერესდეს სავარაუდო სამოხელეო დანაშაულით, რადგანაც ნარკოტიკული ნივთიერება თითქოს და რომელიც გიორგი ახობაძის ჯიბიდან ამოიღეს, ეს რეალურად პოლიციის წარმომადგენლება ჩაუდეს. ასევე არ არსებობს ამ საქმეში მოწმე, ნეიტრალური მოწმე, რომელიც შეესწრებოდა გიორგი ახობაძის ჩხრეკის ოპერაციას და ასევე 112-ის ჩანაწერების მოპოვებაზე სასამართლომ და პროკურორმა განაცხადა უარი. არადა ეს ჩანაწერები დააფიქსირებდა გიორგი ახობაძის ჩხრეკისა და დაკავების პროცესს. ასევე საინტერესოა ის, რომ ახობაძე დაკავების დროს პოლიციის წარმომადგენლება სცემეს, მასზე მიმდინარეობდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა და პოლიციის წარმომადგენლები მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. Saatmestan ახლոսակի, Մագնիսկիսի, Ասամիսtan ახლոսակը, Ամազոն հաղորջ եսալում է, իմ ուծնების թանաշամը, յոհետավ ոպրոսից არის, շետանები Մագնիսկիսի է, շիպվեննա, սապուզույան եվես, միգամացկի, դարիշտ, իմ սուրվի դա, մոտիվացիա, որ իր սասն լավարը, որ կամոյություն, իստր հա ինվորվացիաս նիվելի տան, իս կամերը, յովես չոյ արմուցիս, ասկորոտիս կամերը, իդովի դարմինա, իմ կողմների ավտոմականების იდენტიფიცირებას მოახდინა, რომელიც იყო ჩემთაგავებასთან დაუბრუნებას მაჩოს პოლიციებს. შეგვეცდებოდა ამის მერე იმ კონკრეტული პოლიციების იდენტიფიცირება, რომელიც საქმეა დამხარები არიან, საერთოდ არ ჩანა. მაჩოს ორი მაღალჩინოსა. და მაჩოს ერთ-ერთი რომელიც გონია რომ პირდაპირ მან ჩამოვა. ჯიბეში ისე. და პირველი ექსპორტირება ჩანა. ამის შემდეგ მაშინ ჩვენ დავადგინეთ ტრაიალს, რომელიც საქართველოს ეკიპაჟი იყო შენთან მოსული. იმ საქართველოს ეკიპაჟის ოფიცერს. ჩემს დიალოგის მოძრაობაზე ხოდა მოგდებული ხელი, სადაც დატოვა როგორც თავის თითის ანაბეში, ასევე თავისი ბენენის კვალი. ბენენის კვალის არსებობით ჩემ დიალოგის მოძრაობაზე და რაშორის იმ დროის მონაკვეთში პატრონის იქ არსებობით იმას დავამტკიცებდი, რომ ამ გამოგონებისა პოლიციებს არათუ მატერიალური ტექნიკური საშუალება და ადამიანური რესურსი აყოფიათ. იქ თავდაც საბოლოო კამერაც, იქაც სამხრეთ კამერაც, მათ შორის ორიც არის და იქ თავდაც ნეიტრალური მუზიკის საშუალება ჰქონდა. ყველაფრის საშუალება ჰქონდა. ერთადერთი სიმართლე არსებობს აკადემიაში. და იმ სიმართლეს ვიზახი მე
და თუნდაც ნაცნობად ვიდეოთ რომ ვიტყუები ან სუჩერებას ვიზები რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია ვაქცინაციის აუცილებლად შედეგი მოწოლა ხო ვაქცინაციის ჩახედეთ იმ კონტექსტზე კარგად ნახეთ დღეს ახობაძის სასამართლო პროცესზე გადასინჯეს აღკვეთი ღონისძიება და მოსამართლე მის პატიმრობაში დატოვა იმის მიუხედავად რომ დაცვის მხარემ დააყენა 10,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა და ასევე მოითხოვა დამატებითი ღონისძიებები გამოეყენებინა მოსამართლეს მათ შორის ქვეყნის დატოვების აკრძალვა ასევე ყოველ დღე გამოცხადდებოდა ის შესაბამის უწყებაში იმისათვის რომ არ არიდებს თავს მართლმსაჯულებას თუმცა აღნიშნული მოთხოვნა და შუამდგომლობა მოსამართლემ არ გაიზიარა. პროკურორსაც ვესაუბრეთ სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ახობაძის ჯიბიდან ამოიღეს, მასზე ამოვიდა დნმ-ის კვალი, თუმცა ამოვიდა თუ არა თითის ანაბეჭდები ამ ნივთიერებაზე აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორმა ცალსახა პასუხი არ გაგვცა. როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარეები დღეს მოსამართლის წინაშე წარვდექით შესავალი სიტყვით და ბუნებრივია დაცვის მხარემ აქ ვრცლად ვისაუბრეთ ყველა ეგრეთ წოდებულ მტკიცებულებაზე, იმიტომ რომ მათ მტკიცებულებებს ვერ უწოდებთ, რაც ბრალდების მხარის მიერ არის მოპოვებული და ასევე მტკიცებულებებზე, რომლებიც არის რელევანტური, ნეიტრალური, ობიექტური, დასაბუთებული ის, რაც დაცვის მხარემ მოიპოვა, თუმცა არ მოგცა მოსამართლემ სხვა მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა, რაც შეეხება საუბარი გვაქვს, რა თქმა უნდა, ნეიტრალურ მტკიცებულებაზე, ვიდეო ჩანაწერებზე, რომელიც ნათელს მოფენდა იმ სიბოროტეს, რასაც გიორგი ახობაძის მიმართ მთელი ამ პერიოდის მანძილზე აქვს ადგილი. შესაბამისად უკვე მომდევნო პროცესიდან გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ დავიწყებთ მტკიცებულებათა გამოკვლევას, მათ შორის მოწმეების დაკითხვას და რა თქმა უნდა ვეცდებით იმას, რომ სასამართლო დავარწმუნოთ იმაში, რომ ექიმი გიორგი ახობაძე არის უდანაშაულო, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. პროცესზე დადგინდეს გიორგი ახობაძე ინახავდა თუ არ ინახავდა ნარკოტიკული საშუალებები. შესაბამისად ჩვენ წარმოდგენილ მტკიცებულებით გონური რისკის სტანდარტით მიგვაჩნია რომ არსებობს შესაბამისი მტკიცებულების სამართლო დადგინდეს გიორგი ახობაძის ბრალდების დანაშაულების საქმეში დანიშნული იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომელთაც დადასტურდა რომ შესაბამის მასალაზე აღნიშნებოდა გიორგი ახობაძის ბიოლოგიური ნიმუში დნმ კვალი. 112 ჩანაწერები იმ ადგილას ამდებარეობს, ეს თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას დასტურდება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ იყო კამერა, რომელიც ასე ვთქვათ მიმდებარე ტერიტორიას დააფიქსირდა. ეს თავად დაცვის მხარემ მოიკლია, ჩაატარა როგორც მახსოვს დათვალიერება შეხვედრის ადგილის და ასე ვთქვათ ვერ დაასაბუთა, როგორც ჩანს, ოდიში დავასრულებ, ვერ დაასაბუთა, როგორც ჩანს ის მოთხოვნა, რასაც ხოდის სამართლოში. გიორგი ახობაძის გარდა საქალაქო სასამართლოში რეჟიმის სხვა პატიმრების საქმეების განხილვაც მიმდინარეობს. ასევე გაიმართა საბაჯიქია სასამართლო პროცესი, სადაც გამოკითხეს მთავარი მოწმე პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ Facebook-ის სკროლის დროს ნახა ვიდეო, სადაც დაინახა დანაშაულის კვალი და აქედან გამომდინარე დაიწყეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციის თანაშრომელზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს. სამსახურში მივყოფებოდი ვათვალიერებდი სოციალურ ქსელს და სოციალურ ქსელში ნაჩემს მიერ ნანახი იქნა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავდა პოლიციელს და თანამშრომელ პოლიციის თანაშრომელზე თავდასხმის ფაქტს. აღნიშნული შესახებ მოხსენდა ხელმძღვანელობას პატაკის საფუძველზე. აღნიშნული ჩანაწერი გამოწერილი იქნა კომპიუტერში, მოჩანს მობილურ ტელეფონში, შემდგომი საჭიროებების მიზნით და შესაბამისი განჩინების საფუძველზე გამომძიების მიერ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი ჩემი მობილურ ტელეფონიდან იქნა გამოთხოვილი. ამ წუთებში მიმდინარეობს ასევე თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი, რომელსაც გიორგი ახობაძის მსგავსად ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა შენახვა ტარებას ედავებიან და ეჭვდა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ასეთ მეთოდებს იყენებს ახლა ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება იმისათვის, რომ დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში და ასევე მოხდეს სხვა მოქალაქეების დაშინებაც. ის 7 დეკემბერს დააკავეს, მაშინ როდესაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისკენ მიემართებოდა.